დღეს იქნება ყველაზე გრანდიოზული ვიდეო, იმიტომ რომ დღეს 24 საათის განმავლობაში მე და ქრისტი გადავრჩებით ტყეში და ეს ტყეში გადარჩენა იცით კიდევ რითი იქნება განსხვავებული, იმიტომ რომ დღევანდელი დღე ტყეში იქნება წვიმიანი. მე და ქრისტიმ სპეციალურად დავარჩიეთ ეს დღე, რომ წვიმა ყოფილიყო და უფრო უბედურ პირობებში გადავრჩენილიყავით, უფრო საინტერესო პირობებში გადავრჩენილიყავით და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, რადგან დღეს გადავრჩებით ერთ-ერთი ჩვენგანი 700 ლარად, ხოლო მეორე ჩვენგანი 70 ლარად. ხალხო 700 ლარად უნდა გადავრჩე აუცილებლად მე. განა ეს გრანდიოზული არ არის? შენ ერთ-ერთი მე უნდა გადავრჩე 700 ლარად და შენ 70 ლარად. მაინც რო იცოდე წინასწარ. ისეთი სიტყვა ვთქვი უბრალოდ, რომ ამ სიტყვის გამო მარტო 700 ლარი მე უნდა. მოდი დავატრიალოთ იღრბლიანი ბორბალი და გავიგოთ. გავიგოთ რომ მე შეხვდება 700 ლარი. მიდი. მე არა, შენ რატო უნდა შეხვდეს? შენ რატო ატრიალებ? ჩააწყერა მე? არა. მაშინ მე დავატრიალებ. მიდი, ჰა, დავატრიალე. რაღაცა ჩააწყერ. არა. აბა მანახე. და მე ამო მივიდა, მიდი 700 ლარი, 700 ლარი. ხო წები თავიდან ტენი. რა პატარა ჩაგადაჩდა. აუ კარგია. ქრისტი. აგილაპარაკე. იცი რამდენად უიღბლო ხარ? რომ წვიმიან ტყეში უნდა გადარჩე მინიმალური თანხით. კომენტარებში დაწერეთ. ქრისტი, ბომჟი, გიორგი, დიდარი, ყველაზე მაგარი, ყველაზე ჩაჩილული. აუ რა, წვიმიან გამიდია, ცივა, რომ დამპალი ვარ. მაგრამ სამაგიეროდ ხალხი იმის გამო რომ შენ გადარჩები 70 ლარად, იცი რას იზავს? აუცილებლად გამოგვიწერს, აუცილებლად გააქტიურებს ზარიზღილაკს და რაც თავარია, დაწერს კომენტარს და დაალაიქებს. მე მჯერა შენი რომ ამ ყველაფერს იზავ. ეს ვიდეო, ამ ვიდეოს აი ესეთ გრანდიოზულს, იმიტომ ვიღებთ რომ ზუსტად შენ გამოგვიწერო 150,000-მდე, სულ ცოტა გვიკლია და ძალიან გთხოვ, მიაჭირე ლაიქს. კი არა და გამოგვიწერე. და რა თქმა უნდა არ უნდა დაგავიწყეთ და მეც არ დამიწყები რომ შენ უნდა თქვა რომ არის ქრისტი განძი, შენ ხარ ბანძი. აბა მინდი გიორგი თქვი რომ ქრისტი განძია, შენ ხარ ბანძი. ქრისტი განძი, გიორგი ბანძი. აი ბიჭი ხარ. შემოვედით ახლა მე და ქრისტი უკვე ტყეში და მინდა გითხრათ თუ უფრო მოიმატა წვიმამ. შეიძლება თქვენ ახლა მიკროფონში არ გესმოდეთ ეს წვიმა, იმიტომ რომ მიკროფონი ახშობს ზოგადად აი ამ გარე ხმაურს, მაგრამ ძალიან მაგრად წვიმს მართლა. უბრალოდ შეხედავთ რამდენი წველია. და ახლა განახებთ რა ვიყიდე 700 ლარად, ანუ ძალიან ბევრი რაღაც ვიყიდე. რასაც ვიტყვი, ყველაფრის ფასი პარალელურად დაეწერება. პირველი და ყველაზე აუცილებელი წვიმის დროს რა არის ხალხო? არის აი ესეთი საწვიმარი და ეს ჯობია ეხლავე ჩავიცვა, თორე დავლპები ღიფს არ შეხედოთ. ალბათ ყველაზე გონიათ რომ მე 70 ლარად ვერ გადავრჩები, მაგრამ ძალიან ცდებით. ეს ყველას ესე გონია რომ 70 ლარად როგორ უნდა გადარჩე, გიორგიც მით უმეტეს ეგრე 70 ლარად ბომჟი ვითიქნები, მაგრამ არა. მე რომ სულ ფული რო არ მქონდეს, საერთოდ რო არ მქონდეს მე ფული, მე მაინც გადავრჩები, სულ არ მჭირდება 70 ლარი, მაგრამ რადგანაც ახლა შემხვდა 70 ლარი, ვიყიდე რაღაცები და გიორგი საერთოდ არ მშურს. მაგრამ მე ვიმსახურებდი 700 ლარს. დაწერეთ რომ მე ვიმსახურებდი 700 ლარს. გიორგი არ იმსახურებს 700 ლარს. საერთოდ არ იმსახურებს. მე ვარ აქ ვისაც უნდა გქონდეს 700 ლარი, მაგრამ 70 ლარი შემხვდა. ყველაზე მეტად რა შეიძლება რომ დაგჭირდეს ტყეში? რა თქმა უნდა, ხალხო, ნასოსი. და ნასოსი რისთვის დამჭირდება, ამას გაიგებთ შემდეგ ვიდეოში. ხო, თან კარგი ძლიერი ნასოსი ვიყიდე, ეხა ბანძ ნასოს ხوار ვიყიდები 700 ლარად. ხო, ეს ერთი. მეორე არის ცული. ცულის სიმართლე გითხრათ, რისთვის ვიყიდე, დიდად ვერ ვხვდები, იმიტომ რომ ამ სულ ტყეში ან რა უნდა მოვჭრა, ან რა უნდა გავთალო, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გამოვიყენებ ამ ცულს. ახლა განახებთ, რა ვიყიდე? ვიყიდე ესეთი ოხრად რეიკები, რომლითაც სახლი უნდა ავაშენო და იმედია არ დაუპები. იმიტომ რომ ძალიან წვიმს, უკვე დაუპი და უკვე დასველდა ეს ხე და იმედია არ გასკდება. როგორც მინიმუმ აქ აუჯოღებ ჯობია, იმიტომ რომ ფეხს რო აბიჯებ, პება, იშლება. ვიყიდი ასევე ესეთი წებოვანი ცელოფანი, რომელიც ძალიან კაია და ბევრ რამეში გამოვიყენებ სხვათა შორის, ძალიან ბევრ რაღაცაში გამოვიყენებ. აი ხო იცით, მაღაზიაში კალბასებს რო გიფუთავენ ხოლმე და სხვა რაღაცებს. აი ეგ არის, ოღონდ დიდი, საკმაოდ დიდი ვიყიდე. რა იცი, კაც რაში დაგჭირდება? ქალს. შემდეგი არის აი ესეთი საძილე ტომარა. ეს საძილე ტომარა ისედაც მქონდა, ამიტომ ფასი უბრალოდ გამოაკლდება ჩემი 700 ლარიდან. ხო, საძილე ტომარა ესეთ წვიმაში თან ახლა არის 14 გრადუსი, აუცილებლად დამჭირდება. აი აუცილებლად პირობას გაძლევ. შემდეგი და აი ჩემი საყვარელი ხალხო არის აი ესეთი გასაბერი სკამი, არა, სკამი არა, გასაბერი საწოლი უფრო არის რა და იმედი მაქვს რომ აი დიდი იქნება და გამომადგება. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის და ვიყიდე ჰამაკი. უბრალოდ ეს ჰამაკის მქონა და გამოვაკელი თანხა. ალბათ წინა ვიდეოებში ნანახი გექნებათ.
ისევ და ისევ მე მგონი რაღაც ვერ გავთვალე და წვიმიან ტყეში ჰამაკი არ ვიცი რაში დამჭირდება, მაგრამ აუცილებლად გამოვიყენებ ამასაც. სულ ესე ხო არ იწვევს, გადაიღებს იმედი 15 წუთს და წამოვწვევი ჰამაკზე. ასევე ვიყიდე ქვაბი. აი ესეთი კარგი ქვაბი. სახში წავიღებ, სხვათა შორის ისე მომეწონა სახში წავიღებ. ძალიან კაი ქვაბია. შიგნით საჭმელს მოვამზადებ. არ ვიცი ცეცხლს როგორ დავანთებ. ჯერ არ ვიცი, მაგრამ რამეს ვიზავ, დარწმუნებული ვარ რომ დავანთებ. ესეთი პატარა ჭიქა, შეხედით როგორი საყვარელია და დარან ჩანგარი. საჭმელი უნდა შევჭამო. შემდეგი არის აი ესეთი მულტიფუნქციური სკამი. მულტიფუნქციური როგორ უნდა იყოს სკამია. სკამი ვერ იქნება სკამის გარდა ვერაფერი. შესაბამისად მულტიფუნქციური არ არის. ჩვენ რო სკამი. გასაშლელი სკამი. შამპურები ხალხო და შამპურები რისთვის მაქვს? იმისთვის მაქვს რომ აი ეს მწვადი ავაგო ამ შამპურებზე და შევწვა უგემრიელესი მწვადი. შემდეგ ეს სუნი მივიდეს ქრისტიმდე და ქრისტის დორბლები მოვიდეს ჩემამდე. აი ესე. ის არა ქვია, მდინარე უნდა გამოდიოდეს ქრისტის დორბლების ჩემამდე. ესეც ასე, ვაიმე როგორ წვიმს ღმერთ. უი, ამას კაპიშონი აქვს. ესე არ ჯობია? კიდევ ერთი მაგიდა, გასაშლელი მაგიდა. ესეც აუცილებელი არის ჩემი აზრით ტყეში, მით უმეტეს ადამიანურად რო დავждე. ანუ ბომჟივით ხო არ უნდა გადავრჩე არა 70 ლარად. 700 ლარი მაგდა და შესაბამისად ისე უნდა გადავრჩე როგორც 700 ლარიან გადარჩენა შეშვენის. ამიტომაც მაგიდა აუცილებლად დამჭირდება რომ ადამიანურად დავждე და მივირთვა საჭმელი. ძალიან ლოგიკურია. როგორც იცით, მე და გიორგი ზოგადად ნებისმიერ გადარჩენაში ულიმიტოდ გვაქვს ტექნიკა, ანუ დრელი, შურუპი და ლურსმები. ხო უნდა დავაშურუპო და რაღაცა ავაწყო. ვაიმე როგორ დასხო ღმერთო. მაინც ჩემ დროს რატომ უნდა იწვიმოს ესე? ასევე მაქვს სკოჩი, არ ვიცი რატო ვიყიდე. მართლა არ ვიცი რატო ვიყიდე. რა გეგმები მქონდა, მაგრამ აუცილებლად რაღაცაში გამომადგება. ამ ყველაფერს დამატებული კიდე მაქვს კარდონი. უბრალოდ აქეთ არ შემოვიტანე, ცოტა დამალული მაქვს, რომ არ დამილპეს ხალხო. კარდონი ისე წვიმს დალპება. როგორია და რისთვის გამოვიყენებ, ამას მერე განახებ. ეს მარილი წვადისთვის იგივენაირად. ბენზინი ვეცადო და ამ ხეებისგან, ამ სველი ხეებისგან რაღაც ეჭვმეპარება, თუმცა სველი ხეებისგან აუცილებლად უნდა ავანთო ცეცხლი, რაზეც შემდეგ შევწვა მწვადს. საბოლოო ხალხო, საბოლოო არის კარავი. ოღონდ ეს ჩვეულებრივი კარავი არ არის. ეს არის აი არ გეტყვით როგორი კარავი არის და აი რო გავშლი მე ნახავთ როგორი კარავი არის. აი მართლა 700 ლარად აი როგორც შეჩვენის ადამიანს ტყეში გადარჩენა ისეთი კარავი არის. რა ვაიმე როგორ წვიმს რა უბედურებაა. წავედით მოკლედ და დავიწყოთ ახლა ნამდვილი ტყეში გადარჩენა ქრისტისგან განსხვავებით. არა, ქრისტის იქნება გადარჩენა და ჩემი დასვენება. ასევე ვიყიდე საჭმელები და ამასაც მერე განახებთ რა ვიყიდე, იმიტომ რომ ისე მიყვარს ამ კერძის გაკეთება, დარწმუნებული ვარ საქართველოში ყველას უყვარს და ყველა შეგიყვარდება და შეგიძლიათ ჩემი რეცეპტითაც გააკეთოთ, ძალიან გემრიელი გამოდის. ქრისტი. მოკლედ შენ ხო ხარ ახლა ძალიან გაბანძებული, მოკლედ სულ ძალიან ცოტა თანხა გრჩება და ხალხიც უწერს რომ ძალიან ცოტა თანხა გრჩება. მოკლედ ესეთი შემოთავაზება მაქვს შენთანაც და ხალხთანაც რა. თუ 150.000 გამომწერზე აი ამ ვიდეოში ავალთ, ხო. მაშინ პირობას ვდებ რომ გადავრჩებით 1000 ლარი versus 0 ლარი. ხდები? და ანუ მთელი მუღამი რა არის? იცი რომ 1000 ლარი აუცილებლად შეგხვდება შენ. ანუ მე ვიქნები 0 ლარით, მაქსიმალურად დატანჯული და ქრისტი იქნება 1000 ლარით. ოღონდ 150.000 გამომწერზე უნდა ავიდეთ, ნუ აი ამ ვიდეოთი ფაქტიურად რა. აიმე, ხალხო, გეხვეწებით. ოღონდ ეს ბედნიერება მარგუნეთ მე. ჭიქა დადე. ოღონდ ეს ბედნიერება მარგუნეთ მე. და აი არც კი იცით ისეთ რაღაცებს ვიზავ. ოღონდ ეს იყოს 0 ლარად. და მე 1000 ლარად ვაიმე ღმერთო. აუ დადე ბიჭო, რატომ პარავ რაღაცებს? კაი, მოკლედ, თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. 150.000 ავალთ ანუ ამ ვიდეოთ, ხო? Subscribe. ხო რა? და ეგრევე გადავიღებთ მოკლედ 1000 ლარი ქრისტის, 0 ლარი მე. ძალიან მარტივია, ქრისტი, რა სველი ვარ, რა, წავედი შენ ვიდეო, შენ კადრში რა მინა ვაფშე, შენ ბომჭო. ბომჯი, შენ თვითონ ხარ, მე არ ვარ ბომჯი, მე გეში, მე შენ გითხარი, რომ ისეთ რაღაცებს გავაკეთებ, მე თქო შენ რა გაუცებ, ესე იქნები, პირი გექნება ღია. ტყეში გადასარჩენად ყველაზე მნიშვნელოვანია 3 რამ. ეს არის სახლის აშენება, მეორე ცეცხლის დანთება და მესამე საკვების მოპოვება, ჭამა. ეს არის 3 ყველაზე ძირითადი მნიშვნელოვანი რაღაც ფაქტორი, რომელთაც უნდა გადარჩე ტყეში. ესენი თუ არ გაქვს, ვერ გადარჩები, კაი, საჭმლის გარშე გადარჩები, მაგრამ ცეცხლი და სახლის გარშე ვერ გადარჩები. ამიტომ პირველი ხარ რასაც ვიზამთ, ეს არის სახლის აშენება. წავიდეთ, ავაშენოთ ჩვენი უმაგრესი სახლი, მდიდრული სახლი, კაი, 70 ლარიანი სახლი ხალხო
წავედი დავაშენეთ. მე ვარ ხელოსანი, თუ ვინმე სახში დაგჭირდებათ რამე გაყვანილობა, რეიკების აშენები, რეიკებით რაღაც სახლის აშენება, ქოხის აშენება, დამირეკეთ ან მომწერეთ ჯერემიზე, ეგრევე იაფად 70 ლარიან სახს აგიშენებთ. ჩემი აზრით ქრისტიმ ყველაზე დიდი შეცდომა იმაში დაუშვა რომ აი ესეთ წვიმიან ტყეში გადაწყვიტა აეშენებინა თავისით ქოხი. ფაქტიურად დარწმუნებული ვარ რომ კრახი დასრულდება ქრისტის ქოხის აშენება, ამიტომ მე ეს ყველაფერი წინასწარ გავთვალე და გადავწყვიტე რომ როგორც გითხარით აი ეს კარავი მეყიდა. ეხლა ამ კარავს მე გავშლი და განახებთ უბრალოდ რამხელა და რა მასშტაბის კარავი არის. ჯერ საკმაოდ ძვირიც გადავიხადე. სიმართლე გითხრათ არც გამიშლია ჯერ ეს კარავი და ეხლა ზუსტად შევამოწმებთ როგორი იქნება ეს კარავი. თან გავშალოთ. აუ რა უცნაური რაღაცა, ნახე. ვაუ. ყველაფერი თავისით იშლება ფაქტიურად. ესეთ კარავის საერთოდ არ მინახავს ხალხო. მე მეგონა რომ ამ კარვის გაშლა გაცილებით რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდია, მაგრამ მე მგონი საერთოდ არ არის რთული. ნახეთ ხალხო, რა მარტივად იშლება ჩემი კარავი. ახლა აგიხსნით, როგორ უნდა ავაშენოს სახლი. ორცან რეიკას ესე სამკუთხედად დავამაგრებ, აი ესე შურუპით ჩავამაგრებ, მერე კიდე იქით მეორეს ესეთივეს გავაკეთებ და მერე ამ სამკუთხედებს ზევიდან დავამაგრებ ისე რეიკებს, რომ არ წაიქცეს. ისე წვიმს ულპები, სხვათა შორის ამინდი ჯიზე რომ შევედი, წვიმა არ იყო. და მაგი მედი დავთანხმდი გიორგის, რომ მეთქი არა წვიმა არ არის ხო რა და წამოვა არ არის პრობლემად, მეთქი დაუპი. წავედით ეხა დავიწყეთ. ახლა გასწავლით ერთ რაღაცას, რა. როდესაც კარავს ზოგადად გაშლით, კარვისთვის არის კარავს ყველა კარავს აბსოლუტურად მოყვება აი ესეთი რკინის ჯოხები რა, რკინის მავთულები. და აუცილებლად ეს კარავი რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა დაჭიმოთ. ანუ აი დაჭიმა, ჩაარჭოს სოლი. და იგივენაირად ყველა მხრიდან უნდა გააკეთოთ, რომ კარავი მაქსიმალურად დაჭიმული იყოს, რადგან როცა მოხვდება წვიმაზე, ეს წვიმა ჩამოსრიალდეს და არა შიგნით შემოგივიდეთ რა, ანუ ძალიან მარტივია. ალბათ იცით რომ სოფლიოში ყველაზე კარგად მე ვაშურუპებ შურუპებს, იმეს დაშურუპებად მოგინდებათ დამირეკეთ მაგაზეც. შეკვეთებს ვიღებ. ვაიმე, თმები ჩამქვა. დაიცა, თმები ჩამქვა. დამეხმარე რას მიღებ? როგორ გამფუთა ჩემი? ვაიმე, თმები ჩამქვა, ერგინა წინან გადაღებაზე თმები დამეწვა, ეხა ჩამქვა. ნერები მეშლება, თმები ჩამქვა. რატო წერ ტყეში გადაიღეთ გადარჩენ უყურეთ რას გავარდა რა არის ხალხო რა გინდა ჩემგან რატო ეუბნებით გიორგის რომ ნუ წერთ მე მიტანჭები აღარ შემიძლია რა ახლა პირველ ეტაპში მოუჩები და დაგიბრუნდებით რახან ჩემი გრანდიოზული ეს კარავი უკვე ავაშენე ახლა დადგა დრო რომ მოვაწყოთ ჩვენი სახლი ჩვენი კომფორტი რომ კომფორტულად ვიცხოვროთ ერთი დღე ანუ ყოველთვის აი როდესაც დიდი თანხით არის ხოლმე გადარჩენა მე მაგას არ ვეძახი გადარჩენას ეს არის უკვე დასვენება 700 ლარი დასვენება აი ეს როგორც გითხარით არის გასაბერი მატრასივით ოღონდ აი ნახევრად მჯდომარე პოზიციაში აი ხო ხედავთ მოკლედ სურათზე როგორც არის ისეთი არის რა ეხლა გავხსნათ არც მე არ მაქვს ნანახი და ვნახოთ რა როგორი არის რანაირი არის და გავბეროთ საინტერესოა ერთადერთი ეხლა აი რაც ამის შემთხვევაში მეზარება არის გაბერვა და იმედია რომ ეს ნასოსი მალე გამაბერინებს. აუ რა ხარისხიანია, იცით? ინსტრუქცია. ესე იგი აიღეთ და გაბერეთ. აი ესეთი ინსტრუქცია აქვს. აი ესე გამოიყურება ეს ჩვენი მატრასი, მე მგონი სწორად დავდე. დავასრულე ჩემი კარკასი, შემიფასეთ როგორი კარგი სახლი გამომივიდა. აი მართლა შემიძლია ვთქვა რომ ეხლა უფრო უკეთესია, აი ნელ-ნელა ვიხვეწები კი, ცოტა გავცივდი მგონი. ახლა კიდე განახებთ რითი შევფუთავ, ეს არის წებოვანი ლენტა როგორც გითხარით. ამით კიდე ირგვლივ შემოვარტყავ და წყალი აღარ ჩამოვა. გვერდებზე ქვევით ჩავა და მე აღარ დავცველდები. აუ, რამხელა ნასოსია, ამას უყურეთ ხალხო. აი ესე დავაერთებთ. კარგად. და მარტივად ხალხო. დაიცა? დღე დაღამე ლუკმა პურის შოვნაში. ამას მე როდის გავბერავ, რას ამბობ? A few moments later.
დავასრულე სახლის მშენებლობა, იმაზე უკეთესი გამოვიდა, ვიდრე მე ვფიქრობდი. არ ვიცი, აი რაღაცა მაქვს, აი ნიჭი მაქვს, რომ აი არქიტექტორი ვიყო. ალბათ პროფესიით ეგ უნდა გამოსულიყავი, მაგრამ ამ რაღაცებს ვაშენებ. რამოდენიმე ვიდეო და ნებისმიერ სახსაც აგიშენებ. მაგრამ ამ სახს აქვს ერთი მინუსი. რაც მე თქვენთვის არ მიხსენებია, მანქანაში ვინახავდი იატაკს, ანუ კარდონს, აი ესეთ კარდონს, რომელსაც მე ვერ დავაფენ. ეს რო დავაფინო ძირს, დასველდება, დალპება და მე ცველ იატაკზე ვიჯდები და მეც დაულპები. ეს ტყუილად კი არ ვიყიდე დიდი ზომის წებოვანი ლენტა. ამას გადავაკრობ, განახებთ როგორ გავაკეთებ, ეს უნდა გავჭა და ძირს დავაფენ მე, რომ მეც არ დაულპე. ჩემი კარდონიც არ დაალპეს და იატაკისაო დამპალი არ მქონდეს. ძლივს მეგონი გავედი ბოლოში. აი მართლა, აუ ხელები აღარ მივარგა ხალხო. კალბასივით მაქვს ჩაბუკიდებული. მე მგონი ბოლომდე დავბერე და უკვე შევძლებთ რომ წამოვწეთ. ხო არა, მე მგონი ეყოფა. აი ამას უყურეთ უბრალოდ. აი ტყეში ესეთ კომფორტში საერთოდ ვინმე ყოფილა ხალხო? მორჩი ჩემი იატაკის გადაკრობას, ახლა შევიდეთ, დავაფინოთ და თან ვნახოთ შიგნიდან როგორია ჩემი საღლი. ერთი სული მაქვს, ნახო როგორი გამომივიდა. ჯერ არ ვიცი როგორ უნდა შევდო. ესე იქნება კაი თუ ისე. მოდი, ჯერ სიგრძეზე შევალაგოთ. აი ესე. არა, ვფიქრობ რომ ესე ჯობია. დაიცა? ვაიმე, რა კაი, ერთი წამით ხალხო. აუ, რა სახლი მაქვს. აი, უბრალოდ შეაფასეთ. ძალიან მაგარი სახლია ხალხო. აი, ესეთი არ მქონია. თან როგორია? გამჭირვალეა. წვიმა წამოვა, უყურებ, კარგად გაწვიმს. ბუნებაა, ჩიტები დაფრინავენ, მწერები გაჟდებიან, გკბენენ, ამას რა ჯობია არაფერი. მე თავიდანვე ხო ამბობდი რომ მეთქი მზე აუცილებლად ცოტა ხნით მაინც გამოვამეთქი, ან წვიმა გადაიღებს. ხო და სწორად ამიტომ სანამ გამოვიდა მზე და სანამ მაქვს შანსი ახლა აი ჩემ ჰამაკს გავშლი, აი ხეებს შორის და წამოუწევი, აი ესე წინწკლები ჩამოდის იმიდან ხეებიდან და თან ვუყურებ, თან დავტკბები ესეთ მზით, თან სიგრილით, კაიხანია რომ აი ზაფხულში სიგრილი არ გქონია. ზაფხული აღარც არის უკვე სექტემბერი არის რეალურად და მაგარი სიცივეა 14 გრადუსია ეხლა წარმოიდგინეთ რა. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? ავიღოთ და ეხლა გავჭიმოთ ჩვენი ჰამაკი. აუცილებლად ჰამაკს როდესაც აბავთ, რა შეიძლება მაღლა გააბით, ანუ მაღლა აწიეთ რა. და როდესაც თქვენ თვითონ შიგნით ჩაწვევით, დაიწევა ქვევით და მიწა გექნებათ, არა, ტრაკი გექნებათ მიწაზე. სახლის აშენების მერე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის ცეცხლის ანთება. სანამ დაბნელდა და ცოტა წვიმამაც გადაიღო, უნდა ავანთოთ ცეცხლი. თორე მე თუ ძალიან დაცხო ისევ და იწვიმა, ვეღარ ავანთებ, ძალიან გამიჭირდება. ახლა წავიდეთ, მოვძებნოთ მშრალი ხესადმე, ტოტები, ნებისმიერი რამე რაც შეიძლება რომ მშრალი იყოს და დავანთოთ ცეცხლი. 1 საათი დაახლოებით აი ესე წამოწოლილი ვარ, ვქანაობ ხანაკით ხანიკით მოკლედ და მომშივდა. რომ მომშივდა და ეხლა მწვადი რომ მინდა რომ ჩემი შევწვა და გემრიელად და თქვენს განახოთ რა გემრიელი მწვადი გამომივა და პლუს მე თვითონ შევჭამო, ამისათვის რა არის საჭირო? არის შეშა. ვერ გავითვალისწინე რომ ტყეში რა შეშაც არის ახლა სველი და შესაბამისად მე თვითონ ან ნაკვერჩხალი უნდა მეყიდა, ან შეშა უნდა მეყიდა, რითიც მწვად შევწავდი. თუმცა ახლა მომივიდა ძალიან ცუდი იდეა. ამ იდეას თუ განვახორციელებ, მშრალი შეშაც მექნება. ძალიან კარგად დავანთებ კიდევაც და ძალიან გემრიელად შევჭამ ჩემს მწვადს კიდევაც. ახლა წავიდეთ და განახებთ რა იდეა მომივიდა. მოკლედ, პირველ რიგში რაც უნდა ვქნა, უნდა ჩუმად ვიყო. ქრისტი წავიდა შეშის მოსაგროვებლად. არ ვიცი რა უნდა იპოვოს, როგორ უნდა იპოვოს, ან რის იმედი აქვს, ნამდვილად არ ვიცი და მე ახლა მომივიდა ერთი ცუდი იდეა. აი, ქრისტის სახლს ხედავთ. ქრისტის სახლი არის ზუსტად მშრალი ხისგან და მშრალი კარდონისგან, რისგანაც უნდა დავანთო მე ცეცხლი. ამიტომ ბოდიში, ყველას აქედანვე, ბოდიში ქრისტის, მაგრამ ეს სული, ესე იგი ტყუილად არ მიყიდია ეს სული. ამ პარკებს მოვხსნი, ამ შეშას დავშლი და всё, დავანთოთ რა ცეცხლი, ბენზინი მაქვს, ყველაფერი მაქვს. ხოთ შორის კაი მყარი კი გაუკეთებია სახლი. დავშალე მოკლედ ქრისტის სახლი შეშაზე. მადლობა ქრისტის, კაი სამწვადე შეშისთვის და წავედით ახლა დავანთოთ ჭამოთ. არ დაიჯერებთ რა მოხდა. შეშას ვაგროვებდი როგორც იცით და ნახეთ აი რამდენი შეშა მოვაგროვე. ძალიან ბევრი მოვაგროვე რომ მთელი ღამე მყოფნოდა დამენთო. მაგრამ აქ ჩემს სახლს ხედავთ? აღარ არის. მაგ მარტო ცელოფნები. თან დაჭრილი ეს ცელოფნები.
არ ვიცი რა რანაირად გამოვიყენო. ეს ხო ვიცი რა გიორგის გაკეთებულია რა. აი ამას რამენაირად გამართლებს. ეს არის ძალიან ცუდი აქციელი. სახლი დამინგრია და წაიღო შეშა. ხო მე ვიცი რატომაც გააკეთა. ეხლა მე ხვდები აქ ვერ იპოვა ბიჭმა. რა ქვია მშრალი შეშა და ჩემი ხეები წაიღო მომპარა რა. და კიდე კარდონიც წაიღო. დაგეტოვებინა. დამჯდარი ვიყავი მაინც. რა გავაკეთო ეხლა? 70 ლარი შემხვდა. და 70 ლარიდან კიდე 9 მომპარა. რა საკციენია ეს ეხლა რა? ერთ-ერთი რა წებოარი ლენტი დამჭა, მომჩა ცოტა და აი ეს ტოტები. და ამ ტოტებისგან უნდა გავაკეთო, რომისგან ცეცხლი უნდა დამენთო ეხლა სახლი. რამე სურზავ აუცილებლად გიორგი, ეხლა ისე დავიბოღმე. აი ისე დავიბოღმე და ისე მომეშალა ნერვები, რომ აი რამე ვუზავ. სანამ ქრისტი გაბრაზებული იყო და ბოღმისგან სკდებოდა, მანამდე მე ავიღე ჩემი 92 ოქტანიანი ბენზინი, დავასხი ჩემს მოპოვებულ შეშას და ავაგიზგიზე ცეცხლი შუა ტყეში, შუა წვიმაში და დავწმუნდი, რომ ტყეში 700 ლარად გადარჩენას ნამდვილად არაფერი არ სჯობია. როგორც ხედავ, ტყიდან მომიწია გამოსვლა. რა ის გაზის ბალონი ამეღო. მე გეტყვით რატომ? მე და გიორგის უნდა ქონოდა ჩელენჯი, თუ ცეცხლს ვერ დავანთებდით, რომელიღაცას უნდა შევხედრო და ეს გაზის ბალონი. მაგრამ ერთხმად გადაწყდა, არ მაინტერესებს გიორგის აზრი, რომ ეს გაზის ბალონი არის ჩემი, იმიტომ რომ სახლი დამინგრია და არ იმსახურებს. ეს ჩემია, მე დავანთებ და საჭმელსაც გავიკეთებ. უსირცხვილო ადამიანია ეგ, ძალიან თან. ვის გაუგია ეს სახლი დაუნგრია და წახვიდე და ცეცხლი დაინთო. როგორც ხედავთ, ქრისტის აშენებული სახლი უკვე ნაკვერჩხლად გადაიქცა და რა უნდა მექნა თუ არა ამეცვა შამფურზე ჩემი უგემრიელესი მწვადი და დამელაგებინა ქრისტის სახლის ნახშირზე. უბრალოდ უყურეთ, როგორ ლამაზად გამოიყურებოდა ეს მწვადი, განაარღირდა ქრისტის სახლის დაწვა ამ მწვადისთვის. დადგა ჩემი კერძის გაკეთების დრო, მაგრამ სანამ გავაკეთებ, მანამდე გაზი ავაწყოთ. აქამდე არ ამიწყვია ეს გაზი. არც ვიცი როგორ იწყობა და ერთად ავაწყოთ და ვისწავლოთ. დიდი ალბათობით ეს აქ უნდა ჩავარჭოთ. და მე მოუჭიროთ. 100% დარწმუნებული ვარ, რომ ეს გიორგის გამოყენებულია. სულ დამწვარია. ქვაბი შემოვდოთ. აი ესე. შეხედეთ როგორ კარგად დაჯდა. და ახლა განახებთ რა ვიყიდე. ესეთი უზარმაზარი სულგუნი, სოფლისაა ნამდვილი სოფლის სულგუნია. იცით რა გეგონოთ ქალაქის. წყალი მომწყურდა და შემომელია. შემდეგი, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ესეთი ტომატი. და რა თქმა უნდა, მაკარონი ხალხო, როგორ მიყვარს იცი მაკარონი? ძალიან შემიძლია დილით, შუა დღეს, საღამოს, ძილის დროს, ძილამდე, ძილის შემდეგ ყოველთვის შევჭამო მაკარონი. ახლა კიდე კომენტარებში დაწერეთ რა კერძს ვაკეთებ. აი რა შეიძლება რომ იყოს. როგორც ხედავთ, ჩემი მწვადი იწვება, ძალიან კარგ კონდიციაში არის უკვე და ეხლა ჩემი კიდევ ერთი კომფორტის საშუალება უნდა გამოვიყენოთ. აი ესეთი გასაშლელი მაგიდა. აბა ქრისტისავით ხო არ ავიღებ და იქ რაღაც მიწაზე ჭამას ხო არ დავიწყებ. ამიტომ აი მაგიდაზე დავდებ მე ჩემს კარგ მწვადს და შევჭამ. სხვათა შორის ესეთი მაგიდა, ვისაც გიყვართ აი ტყეში გასვლა, შეგეძლიათ გახვიდეთ, იყიდოთ აი ესეთი პატარა მაგიდები და შვენივრად როცა ტყეში გახვალთ, მოილხენთ ხოლმე. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ჩავასხათ წყალი. აი ესე. ლომად, ბოლომდე, მოკლედ. შემდეგი, რაც უნდა გავაკეთოთ, მაკარონი უნდა ჩავყაროთ. მე სხვათა შორის ხვეულა მაკარონები მიყვარს ძალიან და სპაგეტი. ჩავყაროთ. ეხლა დაველოდებით, როდის ადუხდება, როდის დარბილდება ჩვენი პური, ჩვენი მაკარონი, ვაიმე ღმერთო როგორ მიყვარს მაკარონი. ვიდეოს დასაწყისში არ მინახებია, რომ 3 ლიტრიანი, 5 ლიტრიანი წყალიც ვიყიდე, რა თქმა უნდა, იმ ჩემი 700 ლარიდან. და რისთვის სჭირდება ეხლა ეს წყალი? ხო, ცოტა უნდა დავლიო, მწყურია კიდეც, მაგრამ აი ეს ნაკვერჩხალი რო ჩავაქრო, არასდროს არ ვტოვებ ხოლმე ეს ნაკვერჩხალს ანთებულს, იმიტომ რომ არ ვიცი, მაინც შეიძლება რაღაცას გადაიკიდოს. კი ნაცვიმარი არის და ცოტა ხანდახან წვიმს ხოლმე, მაგრამ მაინც თავის დაზღვევის მიზნით უნდა ჩააქროთ. არასდროს ტყეში არ დავტოვოთ არავინ, არც ნაგავი და არც ანთებული ცეცხლი, რა თქმა უნდა. წავიდე ახლა მე და მანამდე ეს მწვადი შეიწვება, ძალიან ცოტა უგნია, გავიქეცი. ძალიან მაგარი იდეა მომივიდა. დავინახე გიორგი სადღაც ტყეში წავიდა. ახლა მივიდეთ გიორგის ბანაკში და ვიმაიმუნოთ ჩვენც. წამოდით. ერთი სული მაგროდის ვიმაიმუნებ, წამოდით. რა კარგი მწვადი შეუწია ბატონ გიორგის. ეხლა ავდგეთ. კარგად შევუჭამოთ გემრიელად. ცოტა მარილიანია, მაგრამ
მე წავა, მე რა კაია. აი, გიორგი, შეოხერო რა კაი მწვადი შეგიწვია. ერთი შამპური შევჭამე უკვე. აი, ძალიან კარგად დავნაყრდი, მომეწონა, კაი შემწარი იყო, მაგრამ მეორეს ვეღარ ვერევი. და არ ვიცი რა ვუყო. თან წავიღო, შემეცოდა ცოტა, მშიერი ხო არ დავტოვებ, მეთქი დავუტოვო. ენასაც ვერ ავუსმე, მინდოდა, მაგრამ ძალიან ცხელია. დამავიწყდა ცეცხლზე დავტოვე, იმენა შემეწება და ენა. მოკლედ გადავწყვიტე რაც უნდა გავაკეთო. მოვაკვეჩა ვიქით აკეთ და ეხლა მაგან გაარკვევს რა მოხდა. ეს კაი ნაწილია. დავბრუნდი და რას ვხედავ? ამას უყურეთ ხალხო. ვაიმე, ქრისტი. ეს რა არის? ჯერ ერთი ხალხო უყურეთ. ერთი შამპური დამიტოვა და ნაძიძგნი შამპური და მეორე კიდე საერთოდ აღარ არის. აურთქლა შამპურები საწაიღო არ ვიცი, შეჭამა ალბათ. ჩემი მწვადის შეჭმას მე არავის არ ვაპატიებ. არავის არ ვაპატიებ. ერთი შამპური მაინც დაეტოვებინა მთლიანი, რომ შეწესიერად შემეჭამა. უნამუშო არ არის? დაწერთ, უნამუშო არ არის? კი, მე დავიწყე ყველაფერი, მაგრამ მაინც ხო უნამუშობა. ალბათ. სხვა შორის გემრიელია. გადარჩენა არ შემარგო, რა, დასვენება უბრალოდ დასვენება არ შემარგო ტყეში, რასაც ქვია. ჩემი მაკარონი მოიხარშა, ტომატის соუსის ჩავასხი, ახლა კიდე ყველს ვაჭრი. ისეთი ლამაზია და ისეთი მადის ამღუძრელია, რომ მინდა რომ კიდევ ჭამო, იმის და მიუხედავად რომ გამძღარი ვარ. შეხედეთ, რამდენი ყველი აქვს, აი, ამდენი ყველი უნდა კონდეს მაკარონს. მაკარონში ყველი უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მაკარონი, ხალხო. როგორ მიყვარს. ნელ-ნელა ბნელდება უკვე ხალხო და სანამ ძილის დრო მოვა და განახებთ მე რას ვიზავ და როგორ ვიზავ და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეს ვიდეოები რაც კეთდება რეალურად და ეს ტყეში გადარჩენა რაც კეთდება არის თქვენთვის, იმიტომ რომ ვიცით რომ თქვენ ძალიან გიყვართ ტყეში გადარჩენა. თორე იცით რა რთული არის აქ გაჩერება, მით უმეტეს მთელი დღე ფაქტიურად წვიმდა და სულ აი სველები ვიყავით თავიდან ფეხებამდე, რასაც ქვია, მაგრამ აი თქვენთვის ვაკეთებთ ამას დიდი სიამოვნებით. ამიტომ თქვენი მხარში დგომა ერთადერთი რაც იქნება რომ უბრალოდ გამოგვიწეროთ, დაალაიქოთ და კომენტარი დაწეროთ. სულ ეს არის და ეს. ამ ძალიან მარტივი არის და იმედი მაქვს რომ ამჯერად მართლა ავალ 150,000-ზე ძალიან მარტივად. ასევე ვინც ჩვენ ხშირი მაყურებელი ხართ, თუ უფრო მეტად გინდათ რომ გვერდში დაგვიდგეთ, გააკეთეთ ჩვენზე ედიტები. რაც შეიძლება ბევრი ედიტი გააკეთეთ და განათავსეთ TikTok-ზე. სულ ეს არის და ეს მოკლედ მე საღამომდე აქ ჩემს ჰამაკზე კომფორტულად დავისვენებ და შემდეგ შევიდეთ კარავში და რაღაცებს კიდე განახებთ მოკლედ. ამზადდა უკვე ჩემი მაკარონი. ახლა ვხადოთ და მოვურიოთ და ვნახოთ როგორი გამოვიდა. ძალიან მაინტერესებს. ჩავადნე. აი, ვაი, ჩავადნე. სულგუნი. ვაიმე გული ჩამიდნა აქ. შეხედეთ ხალხო. დამესხაწვეთი, მაგრამ ძალიან მაგარია. რა მაგარია, აი ეს მიყვარს. აი ეს მიყვარს, ღმერთო ეს მიყვარს ყველაზე მეტად. ეს როგორ უნდა გავსინჯო მაკარონთან ერთად. რა გემრიელია. მე სახში არ გამოსვლი ესეთი კარგი. მე რა კაია. თქვენ სადეთ ამდენი ყველით. ძალიან გემრიელი გამოდის. რადგანაც გიორგიმ ჩემი სახლი ცეცხლს შეუკეთა, ახლა ველურ პირობებში ავაშენებ ჩემთვის სახლს. რაღაცნაირად რო გავათენო მთელი ღამე. ეხლა ავაშენებ და всё, ეგ არის. მე განახებთ როგორი გამომივა. რა თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მე ცუდი არ გამომივა, მჯერა, რომ თქვენ ჩემი გჯერათ. და ხო და რისგან ავაშენებ, მაგასაც გეტყვით. ხისგან და ბუნებისგან. მართლა ხალხო. სრულიად არაფრისგან გამოგვივიდა ესეთი მაგარი ქოხი. სიმართლე გითხრათ, წინას არ ჩამოვარდება მშვენიერი ქოხია, ეს წებოვანი ცელოფანიც გამოვიყენე, თქვენ დასაჯდომიც მაქვს, ნუ ეხა ისეთი ვერ არის, როგორიც პირველი ავაწყდა გიორგიმ ცეცხლს შეუკეთა, მაგრამ ესეც ძალიან კაია, ჩოლობად გაათენებ ამ ქოხით სილღამეს. აი დავждები და განახებთ. ნაი. ჩემი დასაჯდომი, ჩემი სახურავი. მოვკეცავ ფეხებს, ესე ვიქნები, არ დამაწვევს არაფერი. დარჩენილი წებოვანი ცელოფანისგან კიდე მოვიფიქრე ძალიან მაგარი რაღაც. ამ წებოვან ცელოფანს შემოვიკრობ მთლიანად ფეხზე, ესე მთლიანად. პირველ რიგში რო არ დამისველდეს, მეორე, სითბო შეინარჩუნებ ჩემი ფეხები, არ შემცივდება და არც დავსველდები. დაბნელდა როგორც ხედავთ მეგობრებო და დადგა დრო იმისა რომ დავიძინოთ. იმედია რომ ტურები არ შევიჭამენ, იმიტომ რომ ამ ტყეში როცა მოვდივართ, ყოველთვის ტურები ყმუიან.
გაძილინებისა ქრისტის. აი მე დედა. ოი მე. აი ესე გამოიყურება ჩემი შეფუთული ფეხები. ძალიან თბილად გრძნობ თავს სხვათა შორის, აი გადამიხურდა ფეხები, ძალიან თბილად ვარ. დაწოლით ვერ დავწვევი, მაგრამ შემიძლია ღამე ჯდომით გავათენო და ესე ვიყო. არის იმიტომ რომ მეშინია და მეორე კიდე არ მაქვს ისეთი დასაწოლი რომ რავი რაღაცა არ მეტკინოს, რაღაცა არ შემიძრეს. ამიტომაც ესე ვიჯდები და ესე გავათენებ. მაგრამ ხალხო ისე მეშინია, წეღან ისეთი ტურების ყმუილის ხმა იყო. კი მითხრეს ზოგიერთებმა რომ შეიძლება შენთან არ მოვიდნენ და რა ვიცი იმდენი იყვნენ იქნებ მომაკითხონ, მომადგნენ. უკვე 3-4 საათი გავიდა და ძალიან დავიღალე, ძალიან მეშინია და ძალიან ცივა. ისე ყმულოდნენ ეს ტურები, რომ აი შიშისგან აი გაქცევა მინდოდა, მაგრამ ისე ბნელა რომ ვერცად ვერ გავრბივარ. და ველოდები როდეს გათენდება. თან ისე აცივდა, ცოტა წამოწინწკლა. აი ძალიან ცუდია მინდია, აი ძალიან მგონია რომ ზამთარია. აი გავიყინე და სახში მინდა. ჩემ თბილ ლოგინში მინდა. ჩემ სახში მინდა, ვერაფერს ვერ ხედავ, იქითაც რომ ვიყურები, ძალიან მეშინია. მოკლედ, ჩემ პრინციპებს უნდა გადავაბიჭო და გიორგის კარავში უნდა შევიდე. იმიტომ რომ აუტანელი სიცივეა და აი უკვე წვიმასაც იწყებს, ძალიან დასცხებს, დარწმუნებული ვარ. და იქ უნდა გადავაგო რომ ეს ღამე, რამენაირად. არ შემიშობს და გავაგდებ. მაინც. გათენდა, ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. გადავაგორე რაღაცნაირად ეს ღამე. ჩემ კარავში გადააგორე ქრისტე და გადააგორებდი აბა რა იქნებოდა. კარავი დამიწვი ბიჭო. კარავი არ დამიწვია არა, სახლი დამიწვი. შეფეთნიზე მე როგორი პრეტენზიული ხარ ქრისტე, რა იცი რომ მე ვიყავი? აი დამიმტკიცე რომ მე ვიყავი. აბა სხვა არავინ არ მე არ ყოფილვარ, всё, აი არ ყოფილ. ხალხი არის მოწმე რომ მე არ ყოფილვარ და არაფერი არ მიქნია, ქრისტე. დასრულდა ჩვენი ვიდეო, აუცილებლად გამოგვიწერეთ, აუცილებლად დალაიქეთ ჩვენი ვიდეო, კომენტარებში დაწერეთ, გინდათ რომ ქრისტის 1000 ლარი შეხვდეს და მე 0 ლარი. და ამისთვის იცით რაც უნდა ქნათ. სულ ეს იყო და ეს იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ და მომავალ შეხვედრამდე. რა უნდა თქვა? See you soon. See you soon არა. ქრისტი განძი გიო ბანძი. ერთხელ უნდა ვთქვა ვიდეოში. არა.